წმინდა აბა დოროთე სინდისის შესახებ. ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მასში დათესა წმინდა, ნაკვერცხალივით მხურვალე და ნათელი გულის სიტყვა, რომელიც გონებას ანათებს და ბოროტს კეთილისაგან განარჩევინებს. ამიტომ ეწოდება მას სინდისი, რაც არის ბუნებრივი რჯული. მამები მის შესახებ ამბობენ, ჭები, რომლებსაც თხრიდა იაკობი და რომლებსაც ავსებდნენ ფილისტიმელები, ყველა მამამთავარი და წმინდანი ამ რჯულით, ანუ სინდისით, სათნო იყო ღმერთს, ვიდრე რჯული დაიწერებოდა. როცა ადამიანმა სინდისი, ცნების დარღვევითა და ცოდვის ჩადენით დათრგუნა, მაშინ განსაკურნებლად დაგჭირდა დაწერილი რჯული, წმინდა წინასწარმეტყველთა თქმანი. დაგჭირდა თვით ჩვენი უფლის მოსვლა, რათა მისი წმინდა მცნებების დაცვით გაებრწყინებინა, აღედგინა და გაეცხოველებინა ის დათრგუნული ნაკვერცხალი, ანუ სინდისი. ახლა იგი ჩვენშია, თუ გვინდა ისევ დავთრგუნავთ და თუ გვინდა მოусმენთ და ისიც გაბრწყინდება და გაგვანათლებს. როცა სინდისი გვეუბნება, ასე მოიქეცი, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ. როცა კვლავ გვეუბნება და ჩვენ უგულებელ ვყოფთ, შემდგომში ის ითრგუნება და აღარ შეუძლია ჩვენი მხილება, სიმძიმის გამო, ზედრო მატებს, ბუნდოვნად გვინათებს ჭიქაში ანთებული სანთელივით და მოვლენებს გარკვევით არ გვიჩვენებს. როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას, ისე ვართ ჩვენც, აღარ გვესმის, რას გვეუბნება სინდისი. ისეთ სიბნელეს ვყავართ მოცული, აღარც კი გგონია ჩვენთან თუ არის. არ არსებობს კაცი, ვისთანაც იგი არ იყოს, რადგან როგორც ვთქვი, იგი წმინდაა, არასდროს ქრება და მუდამ კეთილს გვეუბნება. ჩვენ კი როგორც აღვნიშნე, ჩვენი უგუნურობით აღარ გვესმის, რადგან დაგვითრგუნავს იგი. წინასწარმეტყველი ამიტომ გლოვობდა ეფრემს და ამბობდა, ჰმძლავრა ეფრემ მან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი. სინდისს მოწინააღმდეგე უწოდა. სახარება მის შესახებ ამბობს, იყავ კეთილად მცნობელ წინა მოსაჯულისა მის შენისა, ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუ უკვე მიქცეს შენ წინა მოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან მსახურსა და საპყრობილეთ შეჰვარდე. ამინ გეტყვი შენ, ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანაისკნელი კოდრატი. რატომ უწოდა სინდისს მოწინააღმდეგე? მოწინააღმდეგე იმიტომ ჰქვია, რომ ნიადაგ წინ აღუდგება ჩვენს ბოროტნებას და გვამხელს. რა კი რისი კეთებაც გვმართებს, არ ვაკეთებთ და რისი კეთებაც არ გვმართებს, ვაკეთებთ. ის წინააღმდეგობას გვიწევს და ამის გამო ეწოდება მოწინააღმდეგე. ამიტომ გვიბრძანებს უფალი და ამბობს, იყავ კეთილად მცნობელ წინა მოსაჯულისა მის შენისა, ადრე ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა. გზა წმინდა ბასილის თანახმად წუთი სოფელია. ძმებო, ვეცადოთ დავიცვათ ჩვენი სინდისი, სანამ ამ წუთი სოფელში ვართ. არ დაუშვათ რამე საქმის გამო გვამხილოს, არც რამეში დავთრგუნოთ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში. იცოდეთ, ამ უმნიშვნელოდან ჩვენ რომ არაფრად მიგვაჩნია, დიდამდეც მივალთ. როცა კაცი ამბობს არაფერია, ამას თუ ვიტყვი, ან ცოტას შევჭამ, ან რა მოხდება, იმას თუ შევხედავ, ამით კაცი ცუდ ჩვეულებას იძენს. შემდეგ დიდი საქმეების უგულებელ ყოფასაც იწყებს და სინდისს იხშობს. როცა ასე აგრძელებენ, ცოდებსა და სრულ უგუნურებაში დაინთქმებიან. ამიტომ, ძმებო, გევედრებით, ნუ ვიქნებით დაუდევრები მცირედში, რომელიც მცირე არ არის, პირიქით, ძიმე რამ არის ცუდი ჩვეულება. ფრთხილად ვიყოთ ძმებო და ვიდრე მსუბუქია, ცოდვას ვებრძოლოთ, რათა არ დამძიმდეს. სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდი ხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი უფალი მცნებად გვაძლევს დავიცვათ სინდისი და თითქოს პირდაპირ მიმართავს ვინმეს, ისე ამბობს, იხილე უბადრუკო, იყავ კეთილად მცნობელ წინა მოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა. საჟიშროებაზეც მიგვითითებს და ამბობს,
ნუ უკვე მიქცეს შენ წინა მოსაჯულმან მან შენ მან მსაჯულსა და მსაჯულმან მსახურსა და საპყრობილეთ შეხვარდე. ამინ გეტყვი შენ, ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანაისკნელი კოდრატი. როგორც ვთქვი, სინდისი ბოროტშიც გვამხელს და კეთილშიც. გვიჩვენებს რისი კეთება გვმართებს. თუ არ მოვუსმენთ, ისე ვის გვამხელს იმ დღეს, განკითხვის დღეს. ამიტომაც ამბობს, ნუ უკვე მიქცეს შენ მსაჯულსა და ასე შემდეგ. სხვადასხვაგვარი დაცვა არსებობს. კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. ღვთის მიმართ ამრიგად. არ უგულებელ ხოს მისი მცნებები, რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია. სინდისი იმაშიც დაიცვას, მაგალითად, ლოცვისას ფოროტი აზრი მოსდის და თავს კი არ იცავს მისგან, არამედ განამტკიცებს. ან ხედავს მოყვასი რამეს ამბობს თუ აკეთებს. ის კი განიკითხავს ამის გამო და მსგავსი რამეების გამო. რასაც ღმერთის გარდა ვერავინ შეიტყობს, სინდისის დაცვა იმაშიც მართებს. ეს არის ღვთის მიმართ სინდისის დაცვა. მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითიც იცის, რომ მოყვას დააბრკოლებს საქმით, სიტყვით, სახით თუ შეხედვით. მოყვასის დაბრკოლება შეიძლება სახითაც, შეხედვითაც. რითიც იცის მოყვასი დაბრკოლდება არ გააკეთოს. ეს არის მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა. ხოლო საგნების მიმართ ის არის, რომ არ გააფუჭოს ნივთები. დაგდებულს თუ ნახავს რამეს აიღოს და თავის ადგილას დადოს, თუნდაც მცირე იყოს. არ გააფუჭოს თავისი სამოსელი. ზოგიერთ ტანსაცმლის ჩაცმა კიდევ 5 თვე შეუძლია, მაგრამ ზედიზედ რეცხვით ცვეთს მას. ეს სინდისის საწინააღმდეგოა. ასევე ზოგიერთს 1 ბალიში ყოფნის, მაგრამ დიდ ლოგინს ეძებს. ძაძის სამოსელი აქვს, მაგრამ ახალი და მშვენიერი ტანსაცმელი სურს, ამ პარტავნების ან მოწყენილობის გამო. 1 ჭილობი ყოფნის, ის კი ლატანს ეძებს და მის გამო შფოთს ტეხს, ვინც ძმას დაუწყებს ყურებას და იტყვის, მას აქვს და მე არაო, რა სანატრელია. ასევე ზოგიერთი მზეზე ფენს თავის სამოსელს, უყურადღებოდ ტოვებს და გამოახლუნებს ხოლმე. ესეც სინდისისგან შორს არის. საჭმელს რაც შეეხება, თუ მცირე მხლით, ცერცვით ან ცოტაოდენი ზეთისხილით დანაყრება შეუძლია, ის კი უფრო გემრიელ შეჭამაც ეძებს, ყოველივე ეს სინდისისგან შორს არის. მამების ნათქვამია, მონაზონმა არ უნდა დაუშვას, რომ სინდისმა რამე შეამხილოს. ძმებო, ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს. ყოველივე ამისგან თავი უნდა დავიცვათ, რათა არ დავინთქათ. რადგან თავად უფალი გვაძლევს მცნებად, როგორც ზემოთ აღნიშნე. ღმერთმა გავხადოს ღირსი ამ სიტყვების სმენისა და განხორციელებისა. სასჯელად რომ არ გვექცეს მამების სიტყვები. ამინ.